თავი მეოთხე. მშვენიერების საუფლო. საბერძნეთი და ბერძნული სამყარო. ძველი წელთაღრიცხვის მეოთხე საუკუნედან ახალი წელთაღრიცხვის პირველი საუკუნემდე. ხელოვნების დიადი ნახტომი თავისუფლებისკენ 100 წლიან მონაკვეთში მოხდა. დაახლოებით ძველი წელთაღრიცხვის 530-დან 230-მდე წლებში. მეხუთე საუკუნის მიწურულისთვის ხელოვანთა ძალა და ოსტატობა თავად ხელოვანმაც სრულად შეიგრძნო და საზოგადოებამაც. მიუხედავად იმისა, რომ მათ ხშირად ზემოდან უყურებდნენ როგორც ხელოსნებს, სნობები კი აბუჩად იგდებდნენ, სულ უფრო მეტი ადამიანი იჩენდა ინტერესს ხელოვანთა ნაწარმოებების, როგორც ასეთთა მიმართ და არა მხოლოდ მათი რელიგიური ან პოლიტიკური დანიშნულების გამო. ადამიანები ადარებდნენ ხელოვნების სკოლების ღირსებებს, მრავალნაირ მეთოდს, სტილს და ტრადიციას, რომლებიც სხვადასხვა ქალაქის ოსტატებს ერთმანეთისგან განასხვავებდა. უეჭველია, რომ ამ სკოლებს შორის არსებულმა განსხვავებებმა და შეჯიბრებამ სტიმული მისცა ხელოვანთა მომეტებულ მონდომებას და ხელი შეუწყო იმ მრავალფეროვნების გაჩენას, რომლითაც ასე გვხიბლავს ბერძნული ხელოვნება. არქიტექტურაში განსხვავებულმა სტილებმა გვერდ იწყო თანაარსებობა. პართენონი დორიული სტილითაა ნაგები. აკროპოლისის უფრო გვიანდელ ნაგებობებში კი ეგრეთ წოდებული იონიური სტილის ფორმებიც არის შემოტანილი. ეს ტაძრები იმავე პრინციპს მისდევს, რომელსაც დორიული, მაგრამ მთელი მათი შესახედაობა და ხასიათი განსხვავებულია. ტაძარს, რომელიც ამას ყველაზე უკეთ გვიჩვენებს, ერექტეიონი ქვია. ამ იონიური ტაძრის სვეტები ნაკლებად ღონიერი და ძალოვანია. ისინი თხელ ღეროებს გვანან, ხოლო კაპიტელი, ანუ დაგვირგვინება, უკვე უბრალო. შეუმკობელი ბალიში კი არ არის, არამედ გვერდებზე ვოლუტებით მდიდრულადაა მორთული. ამასთანავე კაპიტელები იმ ნაწილის ფუნქციას გამოხატავს, რომელიც სახურავის საყრდენ ძელებს ზიდავს. ეს ნაგებობები და მათი ჩინებულად დამუშავებული დეტალები მნახველზე უდიდესი მოხდენილობისა და სილაღის შთაბეჭდილების წარმოალობისა და სილაღის შთაბეჭდილებას ახდენს. ასეთივე მოხდენილობითა და სილაღით ხასიათდება ამ პერიოდის ქანდაკებაც და მხატვრობაც. ისინი ფიდიასის შემდგომი თაობის ნამუშევრებში იღებს სათავეს. ამ დროს ათენი ჩართული იყო სპარტის წინააღმდეგ საშინელ ომში, რომელმაც ბოლო მოუღო როგორც საკუთრივ მის, ისე მთელი საბერძნეთის კეთილდღეობას. ძველი წელთაღრიცხვის 408 წელს, ხან მოკლე სიმშვიდის პერიოდში, გამარჯვების ქალღმერთისადმი მიძღვნილ პატარა ტაძარს აკროპოლისზე მოჩუქურთმებული ბალუსტრადა მიუშენეს. მისი ქანდაკებები და ორნამენტი გვიჩვენებს გემოვნების იმავე ცვლილებას, სიფაქიზისა და რაფინირებულობისკენ, რომლითაც იონიური სტილია აღბეჭდილი. ფიგურები სამწუხაროდ ძალზე შეილახა. მიუხედავად ამისა, ერთი მათგანი, სურათი 61, მაინც მომყავს იმის საჩვენებლად, რაოდენ მშვენიერია, ეხლაც კი ეს უთავო თუ უხელო ქანდაკებები. ეს არის ახალგაზრდა ქალის, გამარჯვების ქალღმერთთაგან ერთ-ერთის გამოსახულება, სიარულისას შეხსნილი სანდლის შესაკრავად, რომ დახრილა. რა რიგ მომხიბლელადაა გადმოცემული ეს უეცარი შეჩერება და რა რიგ რბილად უხვად ეფინება თხელი ქსოვილი მშვენიერ სხეულს. ეს ნამუშევრები გვიჩვენებს, რომ ხელოვანს ყველაფრის გაკეთება შეეძლო, რასაც კი მოისურვებდა. მას აღარაფერი უშლიდა ხელს მოძრაობის ან რაკურსის გამოსახვისას. შესაძლოა სწორედ ამ სილაღემ და ვირტუოზულობამ განაპირობა მისი ნაკლები მორიდებულობაც. პართენონის ფრიზის შემქმნელს ბევრი არ უნდა ეფიქრა თავის ხელოვნებაზე ან იმაზე, თუ რას აკეთებდა. მან იცოდა, რომ მისი ამოცანა მსვლელობის გამოსახვა იყო და შეეცადა რაც შეიძლება თვალსაჩინოდ და კარგად გაეკეთებინა ეს. საეჭვოა მას შეგნებული ქონოდა, რომ უდიდესი ხელოვანი იყო, რომელზედაც დიდი თუ პატარა 1000 წლის შემდეგაც ილაპარაკებდა. როგორც ჩანს, გამარჯვების ტაძრის ფრიზი იმას გვაუწყებს, რომ დამოკიდებულება შეცვლას იწყებს. ეს ხელოვანი ამაყობდა საკუთარი უდიდესი ძალით და ჰქონდა კიდეც ამის საფუძველი. ასე თანდათანობით შეიცვალა მეოთხე საუკუნის განმავლობაში დამოკიდებულება ხელოვნების მიმართ. ფიდიასის ღმერთების ქანდაკებებს, როგორც ღვთაებათა გამოსახულებებს, მთელ საბერძნეთში ჰქონდა სახელი განთქმული. მეოთხე საუკუნის ტაძართა ქანდაკებებმა კი სახელი უფრო მეტად თავიანთი მშვენიერებით მოიხვეჭეს, როგორც ხელოვნების ნაწარმოებებმა.
განათლებული ბერძნები უკვე ისევე მსჯელობდნენ მხატვრობასა და ქანდაკებაზე, როგორც პოემებსა და პიესებზე. ისინი აფასებდნენ მათ სილამაზეს და აკრიტიკებდნენ ფორმას ან სხვათა ჩანაფიქრს. ამ პერიოდის უდიდესი ოსტატი, პრაქსიტელე, აღიარებული იქნა როგორც გამაოცებელი სახეების შემქმნელი, რომლებიც მოგხიბლავენ თავისი რბილი ტონალობითა და განწყობის გაუჭვრეტლობით. მისი ყველაზე ცნობილი ნამუშევარი, რომლის შესახებაც ბევრი პოემა თუ ლექსი იქნებოდა, წარმოადგენდა სიყვარულის ქალღმერთს, ახალგაზრდა აფროდიტეს, რომელიც აუსში შედის. ითვლება, რომ სხვა ქანდაკება, რომელიც გასულ საუკუნეში ოლიმპიაში იპოვეს, მისი ხელით არის შექმნილი, თუმცა ამაში სრული დარწმუნებულნი არ არიან. ილუსტრაციისთვის იხილეთ სურათები 62 და 63. შესაძლოა ეს უბრალოდ ბრინჯაოს ორიგინალიდან აღებული, კარგად შესრულებული მარმარილოს ასლია. ჩვენს წინაშეა ღმერთი ჰერმესი, რომელსაც ხელში ხრმა დიონისე უჭირავს და მასთან ერთად თამაშობს. თუ დაუბრუნდებით 47 სურათს, დავინახავთ რა უზარმაზარი გზა გაიარა ბერძნულმა ხელოვნებამ 200 წლის განმავლობაში. პრაქსიტელთან აღარ დარჩა ძველი სქემატიზმის კვალიც კი. თავისუფალ პოზაში მოდუნებული სხეული თითქოს გამოხატავს გარკვეულ გულგრილობას ღვთაების ღირსების მიმართ. მაგრამ თუ ყურადღებით დავაკვირდებით, შევამჩნევთ, რომ აქაც არ დავიწყებია ძველი სწავლება. ყველა სხეულის ნაწილი, მისი ყველა სახსარი, კვლავ გამოვლენილია უაღრესი სიმკვეთრით და მათი მექანიზმის გაგებით. თუმცა ეს არ იწვევს უსიცოცხლო გაშეშებას. აქ მოქანდაკემ შეძლო ეჩვენებინა თხელი კანის ქვეშ მოძრავი კუნთები და მთელ მის გრაციასა და სილამაზეში აღწევს ცოცხალი სხეულის შთაბეჭდილებას. მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ პრაქსიტელე, ისევ როგორც სხვა ბერძენი მხატვრები, ამ სილამაზეს წინასწარი გამოცდილებით მიუახლოვდა. ცხოვრებაში არ გვხვდება ისეთი სიმეტრიული, პროპორციული და კარგად აგებული სხეულები, როგორიც ბერძნულ პლასტიკაშია. არსებობს გავრცელებული წარმოდგენა, თითქოს წარსულის მხატვრები, მრავალი ცოცხალი ადამიანის დაკვირვებისას, აშორებდნენ მათთვის არასასურველ შტრიხებს და რომ ისინი იწყებდნენ რეალური ადამიანის გარეგნობის ზუსტი ასახვით. ხოლო შემდეგ აუმჯობესებდნენ მას, აცილებდნენ რა იმ მახასიათებლებს, რომლებიც არ შეესაბამებოდა სილამაზის მათ იდეალს. როცა ამბობენ, რომ ბერძენი ოსტატები ბუნების იდეალიზაციას ახდენდნენ, გულისხმობენ რაღაც რეტუშისტის მუშაობის მსგავსს, რომელიც ფოტოზე ცხრილმან ნაკლოვანებებს ასწორებს. მაგრამ როგორც რეტუშირებულ პორტრეტში, ისე იდეალიზებულ ქანდაკებას, ხასიათი და გამომსახველობითი ენერგია აკლია. ვინაიდან იმდენი რამაა გამოტოვებული და წაშლილი, რომ ხელთ მოდელის მკთალი და უღიმღამო ლანდიღა გვჩება. სინამდვილეში ბერძნებს სრულიად საწინააღმდეგო მიდგომა ჰქონდათ. მთელი იმ საუკუნეების განმავლობაში, რომელთა შესახებაც ვსაუბრობთ, ხელოვანთა საზრუნავი იყო უწინდელ გარსში, რაც შეიძლება მეტი სიცოცხლე შთაებერათ. ამ მეთოდმა პრაქსიტელეს ხანაში მშვენიერი ნაყოფი გამოიღო. წინანდელმა ნიმუშებმა გაწაფული მოქანდაკის ხელში სუნთქვა და მოძრაობა დაიწყეს და დღეს ისინი ცოცხალი ადამიანები დგანან ჩვენ წინაშე. თანაც იმავდროულად განსხვავებული უკეთესი სამყაროს ბინადრებად მოჩანან. ისინი მართლაც სხვა სამყაროდან არიან, იმიტომ კი არა რომ ბერძნები სხვებზე ჯანმრთელნი, დალნი და ლამაზნი იყვნენ, არამედ იმიტომ რომ ხელოვნებამ ამ დროისთვის განვითარების ისეთ წერტილს მიაღწია, რომელშიც ტიპურისა და ინდივიდუალურის ახლებური ფაქიზი წონასწორობა შეიქმნა. კლასიკური ხელოვნების მრავალი სახელგანთქმული ნიმუში, რომლებითაც გვიანდელ ეპოქებში აღტაცებულნი იყვნენ როგორც ადამიანის ყველაზე სრულყოფილი ტიპების გამოსახულებებით, იმ ქანდაკებათა ვარიანტების ასლებია, რომლებიც ამ პერიოდში ძველი წელთაღრიცხვის მეოთხე საუკუნის შუა ხანებში შეიქმნა. სურათი 64. აპოლონ ბელვედერელი მამაკაცის სხეულის იდეალურ მოდელს გვიჩვენებს. ისინი მართლაც სხვა სამყაროდან არიან. იმიტომ კი არა, რომ ბერძნები სხვებზე ჯანმრთელნი და ლამაზნი იყვნენ, არამედ იმიტომ, რომ ხელოვნებამ ამ დროისთვის განვითარების ისეთ წერტილს მიაღწია, რომელშიც ტიპურისა და ინდივიდუალურის ახლებური ფაქიზი წონასწორობა შეიქმნა.
კლასიკური ხელოვნების მრავალი სახელგანთქმული ნიმუში, რომლებითაც გვიანდელ ეპოქებში აღტაცებულნი იყვნენ როგორც ადამიანის ყველაზე სრულყოფილი ტიპების გამოსახულებებით, იმ ქანდაკებათა ვარიანტების ასლებია, რომლებიც ამ პერიოდში, ძველი წელთაღრიცხვის მე-4 საუკუნის შუა ხანებში შეიქმნა. სურათი 64. აპოლონ ბელვედერელი მამაკაცის სხეულის იდეალურ მოდელს გვიჩვენებს. როცა იგი თავის შთამბეჭდავ პოზაში დგას ჩვენ წინაშე, წინ გაწვდილ ხელში მშვილდით და გვერდზე მიბრუნებული თავით, თითქოს ის არ საყულებსო თვალს. ჩვენ აქ ადვილად გამოვიცნობთ სუსტ გამოძახილს ძველი სქემისა, რომელიც სხეულის ყველა ნაკვთის მისთვის ყველაზე სახასიათო ხედით გადმოცემას გულისხმობს. ვენერას სახელგანთქმულ ქანდაკებებს შორის ვენერა მილოსელი ალბათ ყველაზე უკეთაა ცნობილი. სურათი 65. ის როგორც ჩანს მიეკუთვნებოდა ვენერასა და კუპიდონის ჯგუფს, რომელიც ოდნავ მოგვიანო ხანაში შეიქმნა, თუმცა პრაქსიტელეს მიღწევებსა და მეთოდებს ეყრდნობოდა. იგი გვერდიდან აღსაქმელადაა გამიზნული. ვენერა კუპიდონისკენ იწლიდა ხელებს და აქაც შეგვიძლია დავთქმეთ ლამაზი სხეულის მოდელირების მკაფიოებითა და სისადავით, იმით, თუ როგორ აღნიშნავს ოსტატი სხეულის მთავარ ნაწილებს, როგორ ახერხებს ამ დროს სრულად აარიდოს თავი მოუხეშაობასა თუ ბუნდოვანებას. რასაკვირველია, მშვენიერების შექმნის ამ მეთოდს, რომლითაც ზოგად და სქემატურ ფიგურებს უფრო და უფრო ემატებათ სიცოცხლე, სანამ მარმარილოს ზედაპირი ბოლოს და ბოლოს სუნთქვას დაიწყებს, ერთი ნაკლი აქვს. ის შესაძლებელს ხდიდა ადამიანთა დამაჯერებელი ტიპების შექმნას, მაგრამ შეეძლო კი მას რეალური, ინდივიდუალური ადამიანის გამოსახვამდე მივეყვანეთ. Რაოდენ უცნაურადაც უნდა ჟღერდეს იდეა პორტრეტისა ამ სიტყვის დღევანდელი მნიშვნელობით, ბერძნებს მხოლოდ მე-4 საუკუნის ბოლოს გაუჩნდათ. მართალია, გვსმენია ადრეულ ხანაში შესრულებული პორტრეტების შესახებ, მაგრამ როგორც ჩანს, ეს ქანდაკებები პროტოტიპთან დიდი მსგავსებით არ გამოირჩეოდნენ. სარდლის პორტრეტი ბევრით არაფრით უნდა ყოფილიყო განსხვავებული მუზარადიანი და შუბოსანი წარმოსადეგი ჯარისკაცის გამოსახულებისგან. მხატვრები არასოდეს გამოსახავდნენ მისი ცხვირის მოყვანილობას, შუბლის ნაოჭებს ან მის ინდივიდუალურ გამომეტყველებას. უცნაურია ის ფაქტი, რომელსაც ჩვენი მსჯელობისას ჯერ არ შევხებივართ, რომ ჩვენ მიერ ნანახ ნამუშევრებში ბერძენი ხელოვანები თავს არიდებენ სახეებისთვის გარკვეული გამომეტყველების მინიჭებას. სინამდვილეში ეს იმაზე მეტადაა გასაკვირი, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. რადგან გაგვიჭირდება ქაღალდის ნაგლეჯზე ჩვეულებრივი სახე, თუნდაც ნაჩქარევად ისე დავხატოთ, რომ მას სავსებით გარკვეული გამომეტყველება არ მივანიჭოთ. რასაკვირველია, მე-5 საუკუნის ბერძნულ ნაქანდაკევ ან დახატულ სახეებს უმეტყველო არ ეთქმით. მათი გამომეტყველება ჩლუნგი ან უშინაარსო სრულებითაც არაა, მაგრამ მათი ნაკვთები არასოდეს გადმოსცემს რაიმე ძლიერ ემოციას. მხოლოდ სხეულს და მის მოძრაობას მიმართავდნენ ეს ოსტატები, იმის გამოსახატავად, რასაც სოკრატე სულის მუშაობას უწოდებდა, რადგანაც გრძნობდნენ, რომ ნაკვთების თამაშს შეეძლო დაემახინჯებინა და დაერღვია სახის მარტივი წესრიგი. პრაქსიტელეს შემდგომ თაობაში მე-4 საუკუნის მიწურულისთვის ეს შეზღუდვა თანდათან მოიხსნა და მხატვრებმა იმ საშუალებებს მიაგნეს, რომლებითაც ნაკვთების გაცოცხლება მათი სილამაზის დაურღვევლად შეიძლებოდა. მეტიც, მათ ისწავლეს ინდივიდუალური სულის მოძრაობა და მოხელთება. სახის დამახასიათებელი ამა თუ იმ ნიშნის გადმოცემა. და შექმნა პორტრეტებისა, ამ სიტყვის ჩვენეული გაგებით. პირველად, სწორედ ალექსანდრეს ეპოქაში დაიწყეს მსჯელობა პორტრეტის, ამ ახალი ხელოვნების შესახებ. იმ დროინდელი მწერალი, როცა პირფერთა და მლიქვნელთა გამაღიზიანებელ თვისებებს დასცინოდა, აღნიშნავდა ხოლმე თუ როგორ იღვრებოდნენ ისინი ქებად თავიანთი ბატონების პორტრეტების მისამართით. რა გასაოცარი მსგავსებაო. თავად ალექსანდრე არჩევდა. იგი ლისიპოს გამოეხატა, მისი კარის მოქანდაკეესა და სახელგანთქმულ ხელოვანს, რომელიც თანამედროვეებს ბუნების ერთგულებით აოცებდა. ალექსანდრეს პორტრეტი, რომელიც მისი ნახელავის თავისუფალ ასლად მიაჩნიათ, სურათი 66, გვიჩვენებს თუ როგორ შეიცვალა ხელოვნება დელფოს მეეტლისა და თუნდაც პრაქსიტელეს ხანიდან, რომელიც მხოლოდ
ერთი თაობით უსწრებს ლისიპოს. რასაკვირველია, ყველა ძველ პორტრეტს ის სიძნელე ახლავს, რომ პროტოტიპთან მათი მსგავსების შესახებ სინამდვილეში ზემოთ მოყვანილ პირფერებზე ბევრად ნაკლების თქმა შეგვიძლია. ალექსანდრეს ფოტოსურათი რომ გვენახა, იქნებ იგი ბიუსტისთვის დიდად ვერც მიგვეემსგავსებინა. შესაძლოა ლისიპოსის ქანდაკებები ღმერთს უფრო ჩამოჰგავდნენ ვიდრე აზიის დამპყრობელს, მაგრამ ერთის თქმა კი შეგვიძლია. ალექსანდრესნაირი კაცი, მოუსვენარი სულის პატრონი. ძალზე ნიჭიერი, მაგრამ წარმატებით საკმაოდ განებივრებული. შეიძლება ამ ბიუსტის მსგავსი ყოფილიყო. ასეთივე აზიდული წარბებით და ასეთივე ცოცხალი გამომეტყველებით. ალექსანდრეს მიერ იმპერიის დაარსება უზარმაზარი მნიშვნელობის მოვლენა იყო ბერძნული ხელოვნებისთვის, რადგან თუ მანამდე იგი მცირე რიცხოვანი პატარა ქალაქების ფარგლებს არ გასცდენია, ახლა თითქმის ნახევარი მსოფლიოს გამომსახველობით ენად იქცა. ამ ცვლილებას აუცილებლად უნდა მოეხდინა გავლენა მის ხასიათზე. ხშირად ამ უფრო გვიანი პერიოდის ხელოვნებას, ბერძნულს, აღარც კი ვარქმევთ და ელინისტურ ხელოვნებას უწოდებთ, რადგან ჩვეულებრივ ასე მოიხსენიებენ ალექსანდრეს მემკვიდრეთა მიერ აღმოსავლეთში დაარსებულ იმპერიებს. ამ იმპერიების მდიდარმა დედაქალაქებმა, ალექსანდრიამ ეგვიპტეში, ანტიოქიამ სირიაში და პერგამონმა მცირე აზიაში, ოსტატებს იმათგან განსხვავებული მოთხოვნები წაუყენეს, რომლებსაც ისინი საბერძნეთში იყვნენ ჩვეულნი. არქიტექტურაშიც კი დორიული სტილის მძლავრი და მარტივი ფორმები და იონიური სტილის მსუბუქი გრაცია უკვე საკმარისი არ იყო. უპირატესობა ენიჭებოდა სვეტის ახალ ფორმას, რომელიც ჯერ კიდევ მეოთხე საუკუნეში შემუშავდა და მდიდარი სავაჭრო ქალაქის სახელის მიხედვით კორინთული ეწოდა. იხილეთ სურათი 67. კორინთულ სტილში კაპიტელის შესამკობად იონიურ სპირალურ ვოლუტებს ფოთლოვანი სამკაულები დაემატა. ზოგადად, შენობასაც უფრო მეტი და მდიდრული სამკაული აქვს. ასეთი ფუფუნება აღმოსავლეთის ახალდაარსებულ ქალაქებში აღმართულ ბრწყინვალე ნაგებობებს შეეფერებოდა. მათგან ცოტაღაა გადარჩენილი, მაგრამ ის, რაც მოგვიანო დროიდან შემოგსჭა, გამორჩეული დიდებულებისა და ბრწყინვალების შთაბეჭდილებას გვიქმნის. ბერძნული ხელოვნების ეს სტილები და მონაპოვრები აღმოსავლეთის სამეფოთა მასშტაბებსა და ტრადიციებს მიესადაგა. ზემოთ აღვნიშნე, რომ ელინისტურ პერიოდში მთელ ბერძნულ ხელოვნებას უნდა განეცადა ცვლილება. ეს ცვლილება იმ ხანის რამდენიმე ყველაზე ცნობილ ქანდაკებაშიც შეიმჩნევა. ერთ-ერთი მათგანია ქალაქ პერგამონის საკურთხეველი, რომელიც დაახლოებით ძველი წელთაღრიცხვის 60 წელს ააგეს. იხილეთ სურათი 68. მასზე გამოსახული ჯგუფი წარმოგვიდგენს ღმერთებისა და გოლიათების ბრძოლას. ეს დიდებული ნამუშევარია, მაგრამ ჩვენ ამაოდ დაუწყებთ ძებნას ადრეული ბერძნული ქანდაკების ჰარმონიასა და დახვეწილობას. აშკარაა, რომ მოქანდაკის მიზანი ძლიერი დრამატული ეფექტების მიღწევა იყო. ბრძოლა საშინელი ძალით ბობოქრობს. ძლევამოსილ ღმერთებს ტლანქი გოლიათები დაუმარცხებიათ და ისინიც აგონიითა და სიშმაგით შეფრობილნი ჩანან. ყველაფერი ველური მოძრაობითა და აფრიალებული ქსოვილებითაა მოცული. შთაბეჭდილების გასაძლიერებლად, რელიეფი კედელს კი აღარ ეკვრის, არამედ თითქმის თავისუფლად მდგომი ფიგურებითაა შექმნილი, რომლებიც ბრძოლა-ბრძოლით საკურთხევლის კიბეებზე გადმოსულან. თითქოს არ ადარდებდეთ იმ ადგილის მიტოვება, რომელსაც მიეკუთვნებიან. ელინისტურ ხელოვნებას უყვარდა ასეთი დაუოკებლობისა და მძვინვარების გამოსახვა. მას სურდა შთამბეჭდავი ყოფილიყო და უდავოდ არის ასეთი. ზოგიერთი კლასიკური ქანდაკება, რომლებმაც მოგვიანებით უდიდესი სახელი მოიხვეჭეს, ელინისტურ პერიოდშია შექმნილი. როდესაც 1506 წელს ლაოკოონის ჯგუფური ქანდაკება აღმოაჩინეს, ხელოვანებიც და ხელოვნების მოყვარულებიც შეძრა ამ ტრაგიკული ჯგუფის ხილვით მიღებულმა შთაბეჭდილებამ. იგი წარმოგვიდგენს საზარელ სცენას, რომელიც ვირგილიუსის ენეიდაშიც არის აღწერილი. ტროელმა ქურუმმა, ლაოკოონმა გააფრთხილა თანამემამულენი, არ მიეღოთ ხის ცხენი, რომელშიც ბერძენი ჯარისკაცები იმალებოდნენ. ღმერთებმა რომ ნახეს, ტროას განადგურების გეგმა ჩასაშლელად იყო განწირული. ზღვიდან ორი უშველებელი გველი გამოგზავნეს.
რომლებმაც ქურუმი და მისი ორი უიღბლო ვაჟი თავიანთ მარყუჟებში მოიქციეს და ასე დაახრჩვეს. ეს ერთ-ერთია იმ ამბავთაგან, რომლებიც ოლიმპიელი ღმერთების მიერ საბრალო მოკვდავთა მიმართ გამოჩენილ უაზრო სისასტიკეს გადმოსცემს და რომლებიც ასე ხშირად გვხვდება ბერძნულ და რომაულ მითოლოგიებში. წარმომიდგენია, რა ძალით უნდა შეეძრა ამ ამბავს ბერძენი ხელოვანი, რომელსაც ამ შთამბეჭდავი ჯგუფის შექმნის იდეა გაუჩნდა. რა სურდა მას? იმ სცენის საშინელება გვეგრძნო, რომელშიც უდანაშაულო მსხვერპლი სიმართლის თქმისთვის იტანჯება. თუ უფრო იმის ჩვენება უნდოდა, რომ ძალუძს ადამიანისა და ურჩხულის თავზარდამცემი და საკმაოდ გახმაურებული ბრძოლა გამოგვისახოს, მას სრული საფუძველი ჰქონდა. საკუთარი ოსტატობით ეამაყა. დღესაც აღტაცებას იწვევს ის, თუ როგორ გადმოსცემს ტანისა და ხელების კუნთები უიმედო ბრძოლის დაძაბულობასა და ტანჯვას. როგორაა აღბეჭდილი ქურუმის სახეზე ტკივილი, როგორაა ნაჩვენები ორი ბიჭის უმწეო გრეხა და ისიც, თუ როგორაა მთელი ეს მღელვარება და მოძრაობა ჩამოსმული ერთ მთლიან ჯგუფად. მაგრამ ზოგჯერ მაინც ვერ უნკლავდები ეჭვს, რომ ეს ხელოვნება იმ საზოგადოებისთვის უნდა ყოფილიყო გამიზნული, რომელიც გლადიატორთა ბრძოლების საშინელი სანახაობითაც თქმებოდა. შესაძლოა ხელოვანის ამაში დადანაშაულება არც იყოს სწორი. სინამდვილე, სავარაუდოდ ის არის, რომ ამ დროს, ელინიზმის ეპოქაში, ხელოვნებამ დიდწილად დაკარგა ძველი კავშირი მაგიასა და რელიგიასთან. ხელოვანები საკუთარი ხელობის პრობლემებით დაინტერესდნენ და ის, თუ როგორ უნდა გადმოეცათ ასეთი დრამატული შინაარსი, მთელი მისი თამდევი მოძრაობით, ექსპრესიულობითა და დაძაბულობით, სწორედ იმ ტიპის ამოცანა იყო, რომელიც მხატვრის გაწაფულობას გამოცდიდა. სამართლიანად ეწია თუ არა ლაოკოონი თავის დედს. მოქანდაკეს იქნებ სულაც არ ანაღლებდა. სწორედ ამ დროს და ამ ატმოსფეროში დაიწყეს მდიდარმა ადამიანებმა ხელოვნების ნიმუშთა შეგროვება. იმ განთქმულ ნამუშევართა ასლების შეკვეთა, რომელთა ორიგინალების მოპოვებაც არ ხელეწიფებოდათ და საარაკო ფასის გადახდა იმ ნაწარმოებებში, რომელთა შეძენაც შეეძლოთ. მწერლები ხელოვნებით დაინტერესდნენ და ხელოვანთა ცხოვრების აღწერა დაიწყეს. აგროვებდნენ ანეკდოტებს მათი უცნაურობების შესახებ და ადგენდნენ გზამკვლევებს მოგზაურთათვის. ძველ დროში სახელმოხვეჭილ ოსტატთა უმეტესობა, მოქანდაკე კი არა, ფერმწერი იყო, ჩვენ კი მათ ნამუშევრებზე მხოლოდ ის ვიცით, რასაც ხელოვნების შესახებ კლასიკური წიგნების შემორჩენილ ნაწყვეტებში უპოულობთ. ვიცით, რომ მხატვრებიც უფრო მეტად დაინტერესებული იყვნენ თავიანთი ხელობის სპეციალური პრობლემებით, ვიდრე იმით, რომ საკუთარი ხელოვნება რელიგიის სამსახურში ჩაეყენებინათ. გვსმენია იმ ოსტატების შესახებ, რომელთაც ხელობად ყოველდღიური ცხოვრების საგნების გამოსახვა აერჩიათ და სადალაქოებს ან თეატრალურ სცენებს ხატავდნენ. მაგრამ მთელი ეს მხატვრობა ჩვენთვის დაკარგულია. ერთადერთი რითიც შეგვიძლია გარკვეული წარმოდგენა შევიქმნათ ძველი მხატვრობის ხასიათზე, პომპეიში და სხვაგან მიკვლეული კედლის დეკორატიული მხატვრობა და მოზაიკაა. პომპეი შეძლებული პროვინციული ქალაქი იყო, რომელიც ვეზუვის მთერფქვეშ დაიმარხა ახალი წელთაღრიცხვის 79 წელს მომხდარი ამოფრქვევის შედეგად. ამ ქალაქის თითქმის ყველა სახლში თუ ვილაში იყო კედლის მხატვრობა. მოხატული სვეტები და ხეივნები, მოჩარჩოებული სურათებისა და თეატრალური სცენის იმიტაციები. დასაკურველია, ყველა ეს ნახატი შედევრი არ არის. თუმცა მაინც გასაოცარია, რამდენი კარგი ნამუშევარი იყო ამ პატარა და შედარებით უმნიშვნელო ქალაქში. მეტად სათუოა, რომელიმე ჩვენებური საზღვაო კურორტი, თუ კი იგი მომავალში გაითხრებოდა, ოდნავ მაინც მიუახლოვდეს ამ სიუხვეს. აშკარაა, რომ პომპეის, ისევე როგორც ჰერკულანეუმის, სტაბიესა და მათი მსგავსი მეზობელი ქალაქების ინტერიერის დეკორატორები თავისუფლად იშველიებდნენ ელინისტური პერიოდის ოსტატების მონაპოვართა საგანძურს. მრავალ არაფრის მთქმელ ნამუშევარს შორის უცებ წავაწყდებით იმის მსგავს საუცხოო და დახვეწილ გამოსახულებებს, როგორცაც 60-მეათე სურათზე ვხედავთ. წარმოგვიდგენს ერთ-ერთ ჰორას, რომელიც თითქოს ცეკვა-ცეკვით არჩევს ხვავილს. ან ვპოულობთ ისეთ დეტალებს, როგორიც ფაუნუსის თავი სხვა მოხატულობიდან, სურათი 71,
რომლებიც წარმოდგენას გვიქმნიან იმაზე, თუ რა დონის ოსტატობას და თავისუფლების რა ხარისხს მიაღწიეს ამ ხელოვანებმა ექსპრესიის გადმოცემაში. ამ დეკორატიულ კედლის მხატვრობაში შეგვიძლია ვიპოვოთ თითქმის ყველა საგანი, რომლებიც საერთოდ გვხვდება სურათებზე. მაგალითად, ლამაზი ნატურმორტები, როგორიცაა 2 ლიმონი წყლიანი ჭიქით და ცხოველთა გამოსახულებები. აქ პეიზაჟური მხატვრობაც კი არის. შესაძლოა სწორედ ეს იყო ელინისტური პერიოდის უდიდესი სიახლე. ძველი აღმოსავლეთის ხელოვნება არ იყენებდა პეიზაჟს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ადამიანთა ცხოვრების ამსახველი ამბებისა და საომარი მოქმედებების გარემოს გადმოსცემდა. ფიდიასისა და პრაქსიტელეს დროინდელი ბერძნული ხელოვნებისთვის ადამიანი მხატვრის ყურადღების უმთავრეს საგნად რჩებოდა. ელინიზმის პერიოდში, იმ დროს, როდესაც თეოკრიტეს მსგავსმა პოეტებმა მწყემს და უბრალო ცხოვრების მომხიბვლელობა აღმოაჩინეს, მხატვრებიც ცდილობდნენ დახვეწილი ქალაქელების წარმოსახვაში სოფლად ცხოვრების სიამოვნებანი გაეცოცხლებინათ. ეს მოხატულობები კონკრეტული სოფლის სახლების ან ლამაზი სანახების ხედებიროდია. ისინი უფრო იმ ყველაფრის კოლექციებია, რაც იდილიურ სცენას ქმნის. მწყემსები და საქონელი, უბრალო სალოცავები, მოშორებით მდებარე ვილები და მთები. სურათი 72. ამ სურათებზე ყველაფერი მომხიბლავად იყო განლაგებული და საუკეთესოდ შეხამებული. ჩვენ მართლა შევიგრძნობთ ამ სცენათა სიმშვიდეს. მიუხედავად ამისა, ეს ნამუშევრებიც კი ბევრად ნაკლებად რეალისტურია, ვიდრე ერთი შეხედვით შეიძლება მოგვეჩვენოს. თუ უხერხულ კითხვებს არ მოვერიდებით ან ამ სცენებისთვის ადგილის რუკების დახატვას შევეცდებით, მალევე მივხვდებით, რომ ეს შეუძლებელია. ჩვენ ხომ არ ვიცით, რა მანძილი უნდა იყოს სალოცავსა და ვილას შორის. არც ის, რამდენად ახლოა ან შორია სალოცავიდან ხიდი. საქმე ისაა, რომ თვით ელინიზმის ოსტატებმაც არ იცოდნენ ის, რასაც ჩვენ პერსპექტივის კანონებს უწოდებთ. ყველასათვის ნაცნობი ალვის ხეების ხეივანი, რომელიც თავშიყრის წერტილისკენ ცივდება და რომელსაც ყოველი ჩვენგანი სკოლაში ხატავს, იმხანად სტანდარტული სავარჯიშო არ ყოფილა. მხატვრები შორეულ საგნებს პატარად ხატავდნენ. ახლოს ვყოფთ ან მნიშვნელოვანთ კი, დიდად. მაგრამ საგნების დაშორებისას თანმიმდევრულად შემცირების კანონი, დადგენილი სისტემა, რომლის ფარგლებშიც შეგვიძლია ხედის გამოსახვა, კლასიკურ ანტიკურობას ხელთ არ ჰქონია. მართლაც, მის შემოღებამდე კიდევ 1000 წელი უნდა გასულიყო. ამიტომაა, რომ თვით უგვიანეს, ყველაზე თავისუფალ და დამაჯერებელ ანტიკურ ნამუშევრებსაც კი შერჩენიათ რაღაც ყვალი, იმ პრინციპისა, რომელიც ეგვიპტური მხატვრობის აღწერისას განვიხილეთ. აქაც კი ამა თუ იმ საგნის სახასიათო მოყვანილობის ცოდნას ისეთივე ფასი ედება, როგორიც თვალის მეშვეობით უშუალოდ მიღებულ შთაბეჭდილებას. უკვე დიდი ხანია ვაღიარეთ, რომ ეს თვისება არ არის ხელოვნების ნაწარმოებთან ნაკლი, რაღაც დასანანი და ქედმაღლურად მისატევებელი, და რომ მხატვრული სრულყოფილების მიღწევა ყველა სტილშია შესაძლებელი. ბერძნებმა დაარღვიეს ადრეული აღმოსავლეთის ხელოვნების მკაცრით აბუები და აღმოჩენებით ახსავსე გზას გაუდგნენ, რომელიც ქვეყნიერების ტრადიციულ სახეხატებზე დაკვირვებას და მათთვის ახალ-ახალი თვისებების შემატებას გულისხმობდა. მაგრამ მათი ნამუშევრები არასოდეს გვანან სარკეებს, რომლებშიც ბუნების რომელიმე შემთხვევითი კუთხეა არ ეკლილი. მათ მუდამ ატყვიათ მათი შემქმნელი ინტელექტის ბეჭედი. ჰაუი მეხუთე. მსოფლიოს დამხრობნი. რომაელები, ბუდისტები, იუდეველები და ქრისტიანები ახალი წელთაღრიცხვის პირველიდან მეოთხემდე საუკუნეები. ჩვენ უკვე ვნახეთ, რომ პომპეიში, ამ რომაულ ქალაქში, ელინისტური ხელოვნება მრავალმხრივ აისახა. ეს იმიტომ, რომ როდესაც რომაელებმა მსოფლიო დაიპყრეს და ელინისტურ სამეფოთა ნანგრევებზე საკუთარი იმპერია დააარსეს, ხელოვნება უცვლელი დარჩა. რომში მომუშავე ხელოვანთა უმეტესობა ბერძენი იყო და რომაელი კოლექციონერების უმრავლესობაც დიდ ბერძენ ოსტატთა ნამუშევრებს ან მათ ასლებს ყიდულობდა. მიუხედავად ამისა, როდესაც რომი მსოფლიოს ბატონ-პატრონი გახდა, ხელოვნება გარკვეულწილად შეიცვალა. შემოქმედთა წინაშე ახალი ამოცანები დაისვა. მათ თავიანთი მეთოდების გადასხვაფერებაც მოუხდათ. ყველაზე ღირსშესანიშნავი მიღწევები რომაელებს
სავარაუდოდ სამოქალაქო მშენებლობებში ჰქონდათ. ყველამ ვიცით მათი გზების, აკვედუკებისა და საზოგადოებრივი აბანოების შესახებ. ამ ნაგებობათა ნანგრევებიც კი ძალზე შთამბეჭდავად გამოიყურება. როდესაც რომში მათ უზარმაზარ ბურჯებს შორის სეირნობ, თავი ჭიანჭველა გონია. სწორედ ამ ნანგრევების წყალობით გახდა შეუძლებელი მომდევნო საუკუნეებში რომის ძველი დიდების დავიწყება. რომის ნაგებობათაგან ყველაზე განთქმული ალბათ კოლოსეუმის სახელით ცნობილი უზარმაზარი არენაა. იხილეთ სურათი 73. ეს არის სახასიათო რომაული შენობა, რომელსაც ბევრი აღუფრთოვანებია. მთლიანობაში კოლოსეუმი უტილიტარული ნაგებობაა. ერთმანეთის თავზე მოთავსებული თაღების 3 სართულით, რომლებიც უზარმაზარი შიგა ამფითეატრის დასასხდომ ადგილთა საყრდენის ფუნქციას ასრულებდნენ. ოღონდ ამ თაღების წინ რომაელ არქიტექტორს ბერძნული ფორმების მქონე შირმის მსგავსი რამ მოუთავსებია. მას ბერძნულ სატაძრო ნაგებობათა სამივე სტილი გამოუყენებია. პირველი სართული დორიული სტილის ნაირსახეობაა. მეტოპები და ტრიგლიფებიც კი შენარჩუნებულია. მეორე სართულზე იონიური ნახევარსვეტებია, ხოლო მესამესა და მეოთხეზე კორინთული. რომაული სტრუქტურებისა და ბერძნული ფორმების, ანუ ორდერების ფორმების ასეთმა შეთავსებამ უზარმაზარი გავლენა მოახდინა შემდგომ არქიტექტორებზე. ჩვენს ქალაქებშიც რომ მივიხედოთ, ადვილად ვიპოვით ამ გავლენის მაგალითებს. შესაძლოა რომაელების არც ერთ არქიტექტურულ ქმნილებას არ ქონია ისეთი ხანგრძლივი გავლენა, როგორიც მათ მიერ მთელ იმპერიაში, იტალიაში, საფრანგეთში, სურათი 74, ჩრდილოეთ აფრიკასა და აზიაში აღმართულ ტრიუმფალურ თაღებს. ბერძნული არქიტექტურაც ხომ სწორედ ამგვარი ელემენტებისგან იქმნებოდა. იგივე ითქმის კოლოსეუმზე. მაგრამ ამ ტრიუმფალურ თაღებში ორდერები დიდი, ცენტრალური ჭიშკრის გამოკვეთას, ასევე უფრო ვითრო ღიობების მეშვეობით მის შემოსაზღვრას ემსახურებოდა. ეს ისეთი საშუალება იყო, რომელიც არქიტექტურულ კომპოზიციაში იმგვარადვე შეიძლებოდა გამოეყენებინათ, როგორც აკორდი მუსიკაში. თუმცა რომაული არქიტექტურის ყველაზე მნიშვნელოვანი თვისება მაინც თაღების გამოყენებაა. ბერძნულ ნაგებობებში ამ გამოგონებას საერთოდ არ მიმართავდნენ, ან თუ მიმართავდნენ, უმნიშვნელოდ. თუმცა ბერძენი არქიტექტორები შესაძლოა იცნობდნენ კიდეც მას. ცალკეული სოლისებური ქვებისგან თაღის აგება საკმაოდ რთული საინჟინრო ამოცანა იყო და დიდ ოსტატობას მოითხოვდა. როდესაც ამ ხელოვნებას დაეუფლება, არქიტექტორს შეუძლია იგი უფრო და უფრო გაბედული დიზაინის შესაქმნელად გამოიყენოს. ხიდის თუ აკვედუკის ბურჯები შეაერთოს, ან თუნდაც კამაროვანი ჭერი ააგოს. რომაელები კამარის მრავალგვარი ტექნიკური საშუალებით ამოყვანის დიდი ექსპერტები გახდნენ. ამ ნაგებობებიდან ყველაზე შესანიშნავი პანთეონია ყველა ღმერთის სახელზე აგებული ტაძარი. ეს ერთადერთი ანტიკური ტაძარია, სადაც მსახურება არასოდეს შეწყვეტილა. ქრისტიანობის ადრეულ პერიოდში ის ეკლესიად გადაკეთდა და ამიტომ შემდგომში მისი დანგრევა არ დაუშვიათ. პანთეონის ინტერიერი, სურათით 75, წარმოადგენს უზარმაზარ მრგვალ დარბაზს, რომელიც გადახურულია გუმბათით, ზემოთ მრგვალი ღიობით, რომლიდანაც ღია ცა ჩანს. სხვა ფანჯრები არ არის, მაგრამ დარბაზი უხვად და თანაბრად არის განათებული. იშვიათია ნაგებობები ასე რიგად რომ ქმნიდეს ნათელი ჰარმონიის შთაბეჭდილებას. სიმძიმე გამქრალია და გეჩვენება რომ გრანდიოზული გუმბათი თავისუფლად დაფრინავს თქვენს ზემოთ. იმეორებს რა ზეცის გუმბათის მსგავსებას. როგორც წესი, რომაელები იღებდნენ ცალკეულ ნასესხებ ელემენტებს ბერძნული არქიტექტურიდან და იყენებდნენ საკუთარ საჭიროებებისამებრ. იგივე ხდებოდა სხვა სახვითი ხელოვნების სფეროებშიც. მნიშვნელოვანი ამოცანებიდან ერთ-ერთი, რაც მხატვარს რომის კულტურამ დაუწესა, იყო კარგი პორტრეტი, რომელიც მიმსგავსებულად გადმოსცემდა მოდელის სახეს. ასეთ პორტრეტებს დიდი როლი ენიჭებოდა რომაელთა ადრეულ რელიგიაში, ვინაიდან არსებობდა წინაპრების ცვილის ფიგურების გლოვის პროცესიაზე წაღების ჩვეულება. ეჭვგარეშეა, რომ ეს ჩვეულება მომდინარეობდა ეგვიპტიდან
და იქ გავრცელებული მსგავსების მაგიური ძალის რწმენიდან, რომის უნარი კი იყო სული დაეცვა. და მოგვიანებით იმპერიის პერიოდშიც კი იმპერატორის ბიუსტს წმინდანისადმი თთოლვა შიშით უყურებდნენ. ცნობილია, რომ ყველა რომაელი ვალდებული იყო ამგვარი მბრძანებლის ბიუსტის წინ საკმეველი ეკმია ერთგულებისა და ქვეშევრდომობის ნიშნად. ასევე ცნობილია, რომ ქრისტიანების უარი ამ მოთხოვნის შესრულებაზე მათზე დევნის მიზეზი გახდა. რაც არ უნდა უცნაურად მოგვეჩვენოს, პორტრეტების მსგავსი დანიშნულება სულაც არ უშლიდა ხელს მათ არასასიამოვნო, ხანდახან დაუნდობელი ჭეშმარიტების წარმოჩენაში. რიმოჩენაში, რითაც რომაელებმა ბევრად გადააჭარბეს ბერძნებს. ალბათ ამას ხელი შეუწყო გარდაცვლილთა ნიღბების დამზადების პრაქტიკა, რომლის წყალობითაც რომაელებმა თავის ქალისა და სახის ნაკვთების სტრუქტურის საოცარი ცოდნა შეიძინეს. ასე არის თუ ისე, ჩვენ ვიცნობთ პომპეუსს, ავგუსტუსს, ტიტუსსა და ნერონს. თითქოს კინოქრონიკაში უყურებდით მათ. ვესპასიანეს ბიუსტში, სურათი 76, არ ჩანს მლიქვნელობის კვალი. არც მისი ღმერთთან გაიგივების მცდელობა. ასეთი სახე შეიძლება ქონოდა მდიდარ ბანკირს ან სავაჭრო ფლოტილიის მფლობელს. მიუხედავად ამისა, რომაულ პორტრეტებში ზედმეტი არაფერია. რამდენიმე გზით მხატვრები ახერხებდნენ ბუნებისთვის ერთგულები დარჩენილიყვნენ და ბანალურობაში არ გადავარდნილიყვნენ. კიდევ ერთი ახალი ამოცანა, რომელიც რომაელებმა ხელოვანებს დაუსახეს, ჩვენთვის ძველი აღმოსავლეთიდან ცნობილი ერთი ჩვეულების გაცოცხლებას შეეხება. სურათი 45. რომაელებსაც სურდათ ყველასთვის ეცნობებინათ საკუთარი გამარჯვებების შესახებ და თავიანთი ლაშქრობების ამბავიც მოეთხროთ. მაგალითად, ტრაიანემ უზარმაზარი სვეტი აღმართა, რათა მასზე დაკიაში გადახდილი ომებისა და მოპოვებული გამარჯვებების სრულად დასურათებული ქრონიკა გამოესახა. აქ ჩვენ რომაელ ლეგიონერთა მიერ საკვების მოპოვების, ბრძოლისა და გამარჯვების სცენებს ვხედავთ. ამ სანიმუშო საომარი რეპორტაჟისთვის ბერძნული ხელოვნების საუკუნეთა განმავლობაში დაგროვებული მთელი ოსტატობა და ყველა მიღწევაა გამოყენებული. მაგრამ ხელოვნებას საკმაოდ უცვალა ხასიათი იმ მნიშვნელობამ, რასაც რომაელები დეტალების გულმოდგინედ გადმოცემას და შინ დარჩენილებისთვის საომარი კამპანიის დროს ჩადენილ საგმირო საქმეთა თვალნათლივ თხრობას ანიჭებდნენ. მისი მთავარი მიზანი აღარ იყო ჰარმონია, სილამაზე ან დრამატული გამომსახველობა. რომაელებს, როგორც პრაქტიკულ ხალხს, მოდას აყოლა ნაკლებად აღელვებდათ. ამასთანავე გმირობათა შესახებ თხრობის სურათოვანი მეთოდი იმ რელიგიების დიდ დაფასებას ადასტურებს, რომლებთანაც მათ თავიანთ თვალუწვდენელ იმპერიაში მოუწიათ ურთიერთობა. ქრისტეს შემდგომ საუკუნეებში ელინისტური და რომაული ხელოვნების დარგებმა სრულად ჩაანაცვლა აღმოსავლეთის სახელმწიფოთა ხელოვნება, მათ უწინდელ სამკვიდროებშიც კი. ეგვიპტელები მიცვალებულებს კვლავ მუმიების სახით მარხავდნენ, მაგრამ მათ ეგვიპტური ყაიდის გამოსახულებებით კი აღარ ამკობდნენ, არამედ ისეთ ოსტატთა ნახატებით, რომლებმაც ბერძნული პორტრეტის ყველა ფანდი იცოდნენ. სურათი 79. ეს პორტრეტები, რომლებიც უთუოდ ღარიბ ხელოსანთა მიერ მცირე გასამრჯელოს ფასადაა შესრულებული, დღესაც გვაოცებს თავიანთი ძალითა და რეალიზმით. ძველი ხელოვნების ნაწარმოებებს შორის ცოტა თუ გამოიყურება მათსავით ცოცხლად და თანამედროვედ. მარტო ეგვიპტელებმა როდი მოარგეს ხელოვნების ახალი მეთოდები თავიანთ რელიგიურ საჭიროებებს. ამბის თხრობისა და გმირის კანდიდების რომაული წესი შორეულ ინდოეთშიც კი შეითვისეს. იმ ხელოვანებმა, რომელთაც მიზნად დაისახეს გულთა მშვიდობიანი დაპყრობის ამბავი. ბუდას ისტორია აღეწერათ. ქანდაკების ხელოვნება ინდოეთში ელინისტური გავლენის შემოღწევამდე ბევრად ადრე აყვავდა. მაგრამ ბუდას ფიგურა, რომელიც სამაგალითო შეიქმნა მოგვიანო ბუდისტური ხელოვნებისათვის, პირველად განთარას საზღვრისპირა რეგიონის რის რელიეფებზე გამოჩნდა. მე-80 სურათი წარმოგვიდგენს ეპიზოდს ბუდას შესახებ ლეგენდიდან. მას დიდი უარყოფა ჰქვია. ახალგაზრდა უფლისწული გაუტამატოვებს მშობლების სასახლეს, რათა უდაბნოში განდეგილობას შეუდგეს. იგი ასე მიმართავს თავის საყვარელ საბრძოლო ულახს კანდაკას.
ჩემო ძვირფასო კანტაკა. ერთხელაც მატარე ამაღამ. როდესაც შენი დახმარებით ბუდა გავხდები, ხსნას მოუტან ღმერთთა და კაცთა სამყაროს. კანტაკას რომ დაეჭიხვინა ან მის ფლოქვებს რომ ეხმაურა, ქალაქაკი გაიღვიძებდა და უფლისწულის წასვლა გამჟღავნდებოდა. ამიტომ ღმერთებმა ცხენს ხმა დაუკარგეს, ხოლო იქ, სადაც ფლოქვებს ადგამდა, თავიანთი ხელისგულები შეაგებეს. ბერძნული და რომაული ხელოვნება, რომელმაც ადამიანებს ღმერთებისა და გმირების ლამაზად გამოსახვა ასწავლა, ინდოელებსაც დაეხმარა მათი მხსნელის სახის შექმნაში. ღრმა სიმშვიდის გამომხატველი, ბუდას მშვენიერი თავიც განთარას. საზღვრისპირა რეგიონშია შექმნილი. სურათი 81. კიდევ ერთი აღმოსავლური რელიგია, რომელიც მორწმუნეთა დასარიგებლად წმინდა ამბების გადმოცემას სწავლობდა. იუდეველთა რელიგია იყო. კერთაყვანისმცემლობის შიშით იუდეველთა კანონი ფაქტობრივად კრძალავდა გამოსახულებების შექმნას. მიუხედავად ამისა, აღმოსავლეთის ქალაქების იუდეველთა დასახლებებში სინაგოგების კედლების ძველი აღთქმის ამბებით მოხატვა დაიწყეს. ერთ-ერთი ასეთი მხატვრობა ახლახან აღმოაჩინეს დურა ევროპოსში, მესოპოტამიის პატარა რომაულ საგარნიზონო დასახლებაში. თუმცა ის არც ერთი პარამეტრით არ არის ხელოვნების დიდი ნაწარმოები. მაინც ახალი წელთაღრიცხვის მესამე საუკუნის საინტერესო საბუთია. ის გარემოებაც კი, რომ სტილს მოუხეშაობა ეთყობა, ხოლო სცენები საკმაოდ ბრტყლად და პრიმიტიულად გამოიყურება, ვერ შეანელებს ჩვენს ინტერესს ამ ნამუშევრის მიმართ. სურათი 82. მასზე მოსეს მიერ კლდიდან წყაროს ამოყვანის სცენაა მოცემული. მაგრამ ეს იმდენად ბიბლიური უწყების ილუსტრაცია არ არის, რამდენადაც იუდეველი ხალხისთვის მისი მნიშვნელობის სახვითი განმარტება. შესაძლოა, ამიტომაა წარმოდგენილი მოსე წმინდა კარვის წინ დგომი მაღალი ფიგურის სახით. ხოლო კარვის შიგნით ჯერ კიდევ შესაძლებელია გავარჩიოთ 7 ტოტიანი სასანთლე. იმაზე მისანიშნებლად, რომ ისრაელის ყველა ტომმა მიიღო სასწაულებრივი წყაროს წილი, მხატვარმა გვიჩვენა 12 ნაკადული, რომელთაგან თითოეული კარვის წინ მდგომი ფიგურისკენ მიედინება. უეჭველია, რომ ეს ხელოვანი, დიდი ოსტატი არ ყოფილა. სწორედ ამით აიხსნება მისი მარტივი მეთოდები. მაგრამ მხატვარს შესაძლოა დიდად არც ანაღულებდა, იქნებოდნენ თუ არა მის მიერ დახატული ფიგურები რეალურთან მიმსგავსებული. რაც უფრო მეტად იქნებოდნენ ისინი ასეთნი, მით მეტად დაერღვეოდა გამოსახულებათა ამკრძალავი მცნება. მხატვრის უმთავრესი განზრახვა ის იყო, რომ შეეხსენებინა მაყურებლისთვის, რა ვითარებაში გამოავლინა ღმერთმა საკუთარი ძალმოსილება. იუდეველთა სინაგოგის ეს უბრალო კედლის მხატვრობა ჩვენთვის იმითაა საგულისხმო, რომ მსგავსმა მოსაზრებებმა ხელოვნებაზე გავლენა მოახდინა აღმოსავლეთიდან ქრისტიანობის გავრცელების პერიოდშიც. იმ რელიგიისა, რომელმაც ხელოვნება თავის სამსახურში ჩააყენა. როდესაც ქრისტიან მხატვრებს პირველად მოუხდათ მაცხოვრისა და მისი მოციქულების გამოსახვა, მათაც ბერძნული ხელოვნების ტრადიცია დაეხმარა. 93 სურათზე ნაჩვენებია ქრისტეს ერთ-ერთი უადრესი ახალი წელთაღრიცხვის მეოთხე საუკუნის გამოსახულება. ნაცვლად წვეროსნის ფიგურისა, რომელსაც მოგვიანო გამოსახულებებმა შეგვაჩვიეს, ჩვენ ხედავთ ყმაწვილური მშვენებით აღბეჭდილ ქრისტეს, მჯდომარეს წმინდა პეტრესა და წმინდა პავლეს შორის. ეს უკანასკნელნი კი ღირსებით მოსილი ბერძენი ფილოსოფოსებივით გამოიყურებიან. განსაკუთრებით ერთი დეტალი გვიჩვენებს, თუ რამდენად ახლოსაა ჯერ კიდევ ამგვარი გამოსახვის წესი წარმართული ელინისტური ხელოვნების მეთოდებთან. იმაზე მისანიშნებლად, რომ ქრისტე დავანებულია ცათაშინა, მოქანდაკემ მისი ტერფი დააყრდნო ციურ თაღს, რომელიც ცის ანტიკურ ღმერთს უპყრია. ქრისტიანული ხელოვნების საწყისები წარსულის უფრო ღრმა შრეებში ძევს, ვიდრე ამ მაგალითიდან ჩანს. ერთი კია უადრეს ძეგლებში თვით ქრისტეს არასოდეს გამოსახავდნენ. დურა ევროპოსის იუდეველები ძველი აღთქმის სცენებს არა იმდენად თავიანთი სინაგოგის კედლების შესამკობად ხატავდნენ, რამდენადაც საღვთო ამბების ხილული ფორმით მოსათხრობად.
მხატვრები, რომელთაც პირველად მოუწიათ ქრისტიანთა განსასვენებლების, რომაული კატაკომბების მოხატვა, დიდწილად სწორედ ამგვარი სულისკვეთებით მოქმედებდნენ. ისეთმა ნახატებმა, როგორიცაა სამი მამაკაცი ცეცხლოვან ღუმელში, სურათი 84, რომელიც დაახლოებით ახალი წელთაღრიცხვის მე-3 საუკუნეშია შესრულებული. გვიჩვენა, რომ ეს ხელოვანები იცნობდნენ პომპეიში გამოყენებული ელინისტური მხატვრობის მეთოდებს. მათ სავსებით შესწევდათ უნარი, ფუნჯის რამდენიმე უცაბედი მონასმით ადამიანის ფიგურა წარმოესახათ. მაგრამ იმასაც ვგრძნობთ, რომ ეს ეფექტები და ფანდები დიდად არ აინტერესებდათ. ამ მხატვრებისთვის გამოსახულება აღარ არსებობდა როგორც მშვენიერების თავისთავადი ნიმუში. მისი მთავარი დანიშნულება ის იყო, რომ მორწმუნისთვის ღვთის წყალობა და ძლიერება ერთი მაგალითით შეეხსენებინა. რუს ბიბლიაში დანიელის წიგნის მე-3 თავში ვკითხულობთ, მეფე ნაბუქოდონოსორის დროს მაღალი თანამდებობის მქონე 3 იუდეველმა მოხელემ უარი თქვა მიწაზე დამხობით თაყვანი, ეცა ბაბილონის ერთ-ერთ პროვინციაში, დურას ველზე აღმართული მეფის ვეებერთელა ოქროს ქანდაკებისთვის. მათაც ამ მხატვრობის დროინდელი ბევრი ქრისტიანივით უარის გამო სასჯელი უნდა დაეთმინათ. ისინი ცეცხლოვან ღუმელში ჩაყარეს თავიანთი მოსასხამებით, შარვლებითა და ქუდებით. მაგრამ არც თმა შეთრუსვიათ თავზე და არც მათ სამოსელს მოსვლია რამე. უფალმა მოავლინა ანგელოზი და იხსნა თავისი მსახურები. საკმარისია უბრალოდ წარმოვიდგინოთ, რას შექმნიდა ამ თემაზე ლაოკოონის ავტორი და ცხადი გახდება, რამდენად განსხვავებული მიმართულებით წავიდა ხელოვნება. კატაკომბების მხატის მხატვარს არ სურდა დრამატული სცენის, როგორც ასეთის, გამოსახვა სიმედგრისა და ხსნის ისეთი მაგალითის ჩვენებით, რომელიც ნუგეშითა და შთაგონებით იქნებოდა გამსჭვალული. სავსებით, კმარო და მნახველს ამოეცნო სპარსულ ტანისამოსში გამოწყობილი 3 მამაკაცი. ცეცხლის ალები და მტრედი, ღვთაებრივი შემწეობის სიმბოლო. რაც მკაცრად რელევანტური არ იყო, იმას, როგორც წესი, გამოტოვებდნენ ხოლმე. სასწორმა ისევ სიცხადისა და სისადავის იდეებისკენ დაიწყო გადაწონვა. საპირისპიროდ ზედმიწევნითი იმიტაციის იდეალებისა. გარდა ამისა, არის რაღაც მიმზიდველი. თვით იმ ცდაში, რომ ხელოვანმა თავისი სათქმელი, რაც შეიძლება, ნათლად და მარტივად გადმოსცეს. ფრონტალურად მდგომი, მაყურებლისკენ მაცქერალი ეს 3 მამაკაცი და მათი ვედრებით აპყრობილი ხელები თითქოს იმაზე მიგვანიშნებს, რომ ამიერიდან კაცობრიობას მიწიერი სილამაზის მიღმა არსებული სხვა საზრუნავიც გაუჩნდა. ინტერესის ცვლილების ამგვარ გამოვლინებებს რომის იმპერიის, რღვევისა და დაცემის პერიოდის მხოლოდ რელიგიურ ნამუშევრებში როდი აღმოვაჩენთ. ხელოვანთაგან ცოტა ვაზრუნავდა დახვეწილობასა და ჰარმონიაზე, იმ მახასიათებლებზე, რომლებმაც ბერძნული ხელოვნების ტრიუმფი განაპირობა. მოქანდაკეებს მოთმინება აღარ ყოფნიდათ. მარმარილოზე საჭრეთლით ემუშავათ და ის ბერძენ ხელოვანთათვის საამაყო სიფაქიზითა და გემოვნებით დაემუშავებინათ. კატაკომბების მომხატველთა მსგავსად ისინი უმეტესწილად სახელდახელო მეთოდებს იყენებდნენ. ისეთებს, როგორიცაა მაგალითად მექანიკური ბურღი, რომლითაც სახისა და სხეულის ძირითად ნაკვთებს მონიშნავდნენ ხოლმე. ხშირად თქმულა, რომ იმ წლებში ანტიკური ხელოვნება დაკნინების გზას ადგა. და მართლაც, საუკეთესო პერიოდის მრავალი საიდუმლო იკარგებოდა ომების, შეთქმულებებისა და შემოსევების ორომტრიალში. მაგრამ ჩვენ მახეთ, რომ ცვლილებები ხელობის დაქვეითებით არ ამოიწურებოდა. საქმე ისაა, რომ იმ დროის მხატვრები, როგორც ჩანს, აღარ კმაყოფილდებოდნენ ელინისტური პერიოდის აშკარა ვირტუოზულობით და ახალი ეფექტების მიღწევას ცდილობდნენ. იმ პერიოდის, კერძოდ ახალი წელთაღრიცხვის მე-4 და მე-5 საუკუნეების, რამდენიმე პორტრეტი, სურათი 85, ალბათ ყველაზე ნათლად გვიჩვენებს, რას ესწრაფოდნენ ისინი. პრაქსიტელეს თანამედროვე ბერძნის თვალში ეს ნამუშევრები ტლანქი და ბარბაროსული იქნებოდა. მართლაც, ამ სახეებს ვერც ერთი საყოველთაოდ აღიარებული სტანდარტით ვერ მივიჩნევთ ლამაზად. რომაილს, რომელიც მიჩვეული იყო ისეთი ნამუშევრების გამაოგნებელ მიმსგავსებულობას, როგორიცაა ვესპასიანეს პორტრეტი, შეიძლება ისინი მდარე ნახელავად მიეჩნია და დაეწონებინა.
აი ჩვენი აღქმისათვის კი ეს ფიგურები საკუთარი სიცოცხლითაც ცხოვრობენ და ძლიერ გამომსახველნიც არიან. ნაკვთების მკვეთრი მონიშნისა და გარკვეული ნაწილების, მაგალითად თვალებისა და შუბლის ნაოჭთა, საგულდაგულო დამუშავების წყალობით. ისინი გვისურათებენ ადამიანებს, რომელნიც მოწმენი გახდნენ და საბოლოოდ გაიზიარეს კიდეც ქრისტიანობის აღზევება, რაც ძველი სამყაროს დასასრულს მოასწავებდა.